გამარჯობა და გამარჯობა კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მიმდინარეობს დიდი ბრძოლა ლაბა, ხალადეცი, ზალիვნოი, თუ ნამდვილი სახელი გალანტინი. გალანტინი ანუ ჟელატინი, საიდანაც არის წარმოშობა საფრანგეთიდან, სადღაც მე-18 საუკუნეებში ფრანგი შეფები მუშაობდნენ ფანტასტიკურ კერძებზე გალანტინის მეშვეობით. და ასე ერქვა კიდევაც ამ კერძებს. ამიტომ ჩვენო არ ვიდაოთ, ბევრი არ ვიბრძოლოთ ერთმანეთი, არ ვლანძღოთ სოციალურ ქსელებში. მოდი ყველა მაიმუნი თავის გალიაში ჩავსვათ დღეს. აქ ვიყიდე მე გუშინ არტალა, რომელიც სადღაც ალბათ 30 საათი მაინც იხარშებოდა. ეს იაპონური როლების ფარდაკის, რომელსაც გამოვიყენებ მე გრინით. ამ სვანურ მარილს, ან უფრო სვანურ ქართულ ხასიათს მივცემ ჩვენ ლაბას ხმულს, ხო, ეს იმპროვიზაცია არის ჩემი და გეხვეწებით, ნუ იცით ხოლმე რაღაც გამოხტომები და ნუ მაბრაზე მოხვდებათ პირდაპირ გეუბნებით. აქ მაქვს პროვინციული ნაკრები, ესეთი მცენარეების, დაღერღილი წიწაკა, მოდი ეს პროვინციული ნაკრები მე გავაკეთე ახლა, სადაც არის ხმელი აჯიკა, სადაც არის სხვადასხვა ხმელი მცენარეული ნაკრები, დაღერღილი წითელი წიწაკა, ამასაც გამოვიყენებ, შეხედეთ. ეს ყველაფერი იქნება გარე ჯავშანი ჩვენი ლაბას ხმულის. არ მინდა რომ ძალიან ესეთი პრიმიტიული რაღაცა გამოგვივიდეს, ამიტომ როგორც ვიცით ჩვენ და როგორც ხშირად ხვდებით ქუჩაში, სხვადასხვა წვეულებებზე ქალბატონები და ყოველთვის რაღაც კონსულტაციის დონეზე მეკითხებით რაღაცეებს, ვიცი რომ გიყვართ ლამაზად და გემრიელად სახში მომზადება. ამ ინგრედიენტს ამ კერძს ამ ჩვენ ლაბას ხმულს დავამატებ მუსკატის კაკალს, რომელიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ რომ ფანტასტიკური ტონები და არომატები აქვს. მუსკატის კაკალი ვიხმარე და ვიყიდე სხვათა შორის შავი წიწაკის მარცვალი, რომელიც ასევე თავისივე პარკში შვენივრად ლამაზად ჩაქუჩის მეშვეობით ჩავტეხე და დიდი უხეში მარცვალი გამომივიდა ესეთი დალეწილი შავი წიწაკის, რომელიც მისცემს გემოვნურ თვისებას, რომელიც მისცემს არომატს, მეგობრებო. ოკეი, შეხედეთ როგორი ლამაზი გარე ჯავშანი ექნება. ლაბას ხმულის და ხალადეცის სხვაობა არის ორი. ერთი რო ხალადეცში უფრო მეტი ბულიონი არის, რომელიც ჟელატინური მასა არის და ტონტოლოყებს. ტონტოლოყა არის. თუ როგორ სწორად თქვი ტონტოლოყა? ლაბას ხმულში არის პირიქით. არ არის ჟელატინური მასა, ანუ ეს მოდი ეს მინანქარს დავარქმევ. არ არის პირიქით, ნახეთ რას ვიზავ ახლა მე. აი ეს ხო გვაქვს ეს ხორცი. ამ ხორცს ახლა ეს ლამაზად შევკმაზავ ამ იმითი. აქ უკვე ცოტა ოდენობის მარილი არის. ამ ჟელატინს ახლა ჟელატინიან ბულიონს თავისივე ნახარში გავურიე კიდე ჟელატინი იმისათვის რომ უფრო მეტი სიმკვრივე მივცე. ამას ახლა ესე ჩავდებთ ლამაზად. აი ეს ლამაზად ჩავდებთ, რათა ამ ჟელატინმა თავის საქმე გააკეთოს. ოკეი, შევიდეს რეაქციაში და ახლა შეხედეთ რას ვიზავ. პირდაპირ აი ამ ჟელატინიან სეվել მასას მოვაქცევ. აქ არ არის სტაფილო, აქ არ არის აბსოლუტურად არაფერი. აი მხოლოდ არის საქონლის არტალა, რომელიც წინა დღისით ჩვენი მზარეულობის მეშვეობით. ახლა მე სათვალია მაგისთვის, ხო? მოვხარშეთ. აი ესეთი ლამაზი დიდი არტალის ნაჭრები გვაქვს. ამას ახლა აი ესე შევავსებ, ძვირფასო მეგობრებო, შეხედეთ. ისეთი სუნი დგას ახლა აქ, რა შეიძლება სახე ჩავდოს შიგნით. შეხედეთ რა სხვაობა არის ლაბას ხმულის და ხალადეცის. ანუ სხვა ტექნიკურად, სხვა რაღაცა პრაქტიკულად ეს არის მოხარშული. აი ეს ყველაზე მკვრივი, აი ოსობუკოს ნაჭერი, რომელიც არის იტალიაში, რასაც ხმარობენ. აი ეს ხორცები რაც არის. აი ესე შევკრავ ლაბას ხმულში და არა ხალადეცში. აი ესე ცოტა ოდენობის ჟელატინს, აი ესე ჟელატინიან ბულიონს, აი ესე გადავავლებ ამას, რომ
შეიწოვოს ეს მასა. ეს იქნება ამისი დამჭერი პრაქტიკულად, მეგობრებო. ოკეი. და აქედანაც იგივე ისტორია არის. ოკეი, აი ესე. შეხედეთ, აი ესეთი ძეხვისებური, დიდი, უზარმაზარი ძეხვისებური ფორმა ეძლევა ამას. ამ ფარდაკით ახლა რომელიც მაქვს მე ვახმარებ რომ მივცე ფორმა. ოკეი, აი ესე და ამას ახლა მოვათავსებ აი ამ კონტეინერში. შეკრული კარგად, რათა მიეცეს ბუნებრივი ფორმა, აი ესეთი მოძეხვო. მოკლედ, გარეთ ფანტასტიკური ტემპერატურა არის, ზუსტად საამისო ტემპერატურა არის. ამას დავტოვებ ახლა. შეხედეთ, როგორი ფორმა აქვს მიცემული ახლა ამას. ხვალ გვექნება ამისი ფინალი. სახში დღესასწაულზე როცა გინდათ გამოიყენოთ ლაბას ხმული და არა ხალადეცი, შეგიძლიათ აი ესეთ ფორმაში გააკეთოთ. თუ არა გაქვთ ნიჩაბი ფარდაკი, შეგიძლიათ უბრალოდ გრინით, ანუ პლიონკით, ცელოფანით იმუშაოთ. მისეთ ეს ძეხვისებური დაცვრიტოთ ჩანგლით ან დანის წვერით, რათა ეს ზედმეტი წვენი გადმოვიდეს გარეთ. აქ ეს მოხდება და ეს იქნება შეკრული ერთგვაროვანი მასა. ასევე შეგიძლიათ იხმაროთ დეკორზე აი ეს მორჩენილი ჟელატინიანი ბულიონი, რომელიც არის. უკვე შეგიძლიათ ხვალ ამას რომ მოხსნით, ლამაზად ოხრახუშით, მოხარშული სტაფილოთი, მოხარშული კვერცხით, არ ვიცი, ნებისმიერი ბოსტნეულით, რომელიც თქვენ გემოზე უფრო შეეხამება თქვენს გემოს და დეკორაციას, შეზავების ტექნიკაც ახლა რას უნელები იხმარო. ყველაფერი მზადდება გემოზე, თქვენს გემოზე, როგორც თქვენ მოგწონთ. არ არის არსებული არც ერთი ის რეცეპტი, რომელიც გავალდებულებს, რომ ამას უნდა გაყვე. თავარია ტექნოლოგიას გაყვე, მაგრამ შეზავების არის კებე, ნუ აი ლათინურად კებე ნიშნავს რამდენიც საკმარისი არის. ამიტომ დეკორიც იგივე არის, შეგიძლიათ აი ამის მეშვეობით, აი ეს ამაში დაასველოთ ოხრახუშის ფოთლები, მოხარშული სტაფილო იქნება თუ მოხარშული კვერცხი იქნება და აი ეს მცირე რაოდენობით გადაასხათ ზემოდან, რომელიც დაიჭერს და მისცემს აი ამ ლამაზ მინანქარს თავის დეკორით. დავიღალე მტკიცება რაღაცის, რასაც არ ჭირდება, ხომ? აბა თქვენ იცით და მადლობა. ხოლ პატარა ჩანართი იქნება დამატებული ამ ვიდეოსთან. ფინალი როგორი არის ამ ლაბას ხმულის. თქვენ იცით, კარგად იყავთ, მადლობა. გალანტინი, ლაბა, ხალადეცი თუ ზალիვნოი. რა არის ქართული? ლაბა არის ქართული და განსხვავდება, ისიც ინსპირირებული არის გალანტინიდან, როგორც ხალადეცი, როგორც ზალივნოი. და წარმოშობა არის საფრანგეთი, შეუპოვრების თუ მოუპოვრების, მე მგონი შეუპოვრების თვის იყო მოგონილი ეს კერძი, ვინაიდან უფასო არა, ვინაიდან დაბალ ფასიანი პროდუქტისგან შედგება და მოდი ვნახოთ ჩვენი გუშინდელი მცდელობა რა გამოგვივიდა. გაინტერესებთ? ჩვენ აქ ცოტა სხვა იასახე მივეცით ამას. აი გახსოვთ როგორ დავამუშავეთ? ოჰო არის იმასავით, რა ქვია, კაი სტეიკივით ნაჭერი არის, მოკლედ ჩვენი ლაბა შედედებული არის, შესუნთქებული არის, ისეთი არომატი ამოვარდა ახლა აქედან, რომ აი უბრალოდ ვერ აგიხსნით, შეხედეთ, რა სხვაობა არის ლაბას და ხალადეცის შორის. ხალადეთში და ზალივნოებში ძალიან დიდ რაოდენობას წარმოადგენს ჟელატინის მასა, ანუ თხევადი ჟელატინი და მოდი ვნახოთ რა არის ლაბა, ამას შუაზე გადავჭრია ესე და ვნახოთ რა არის ლაბა. მოდი ვნახოთ, ვენახი. აგერ შეხედეთ, ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ლაბა და როცა ვაკეთებ ხალადეთს, ხალადეცი არის ხალადეცი და ლაბა არის ლაბა. შეხედეთ როგორი არის ლაბა. აი საერთოდ არ აქვს ჟელატინი და
ამიტომ ნუ ვიცით ხოლმე გამოხდომები და სანამ რაღაცას მოვიგონებთ და დავაბრეხებთ, ჯობია რომ კითხვები დავსვათ იმის მაგალითად რომ რაღაცა გავლანძღოთ, მაგრამ თქვენი წარუმატებელი, მადლობა.